ანალოგია თუ შეიძლება. მე სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ძმანო და დანო, დღეს არის უდიდესი დღესასწაული მოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. ეს საოცარი დღესასწაული არის სასწაულებით ისე დახუძრული, იმდენი სასწაული მოხდა ამ დღეს, ძმანო და დანო, რომ ვერც ერთი სხვა დღესასწაული აი ამ მხრივ ღვთისმშობლის მიძინებას ვერ შეედგა. ნუ ახლა აღდგომის დღესასწაული გასაგები ეს როგორც ზიანათებს დედამიწას, ესე გადმოხურებს აღდგომის დღესასწაული ყველას და ყველაფერს. აი ყველა დღესასწაული ერთად რო ავიღოთ, იმდენი სასწაული არ მომხდარა, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მოხდა, ძმანო და დანო. ეს უბრალოდ სასწაული, ეს არის ნამდვილი ახალი აღთქმის, ეკლესიის ნამდვილი ზეიმი, რაღაც წვერვა, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიიღო ცნობა მთავარანგელოს გაბრიელისაგან, რომ უფალს ნებავს, რომ უკვე გაიყვანოს იგი ამ ქვეყნიდან, მაშდა მიცა ნიშნად ამისა ზეითუნის ზეთისხილის რტო და ღვთისმშობელი იერუსალიმიდან მაცხოვრის საფლავის ადგილიდან გაემგზავრა, წავიდა ბეთლემში და მოემზადა ამ ქვეყნიური გასვლისათვის. მიიღო ბრძანება, რომ სიონთან მისულიყო და იქ ერთ სახლში ღვთისმშობელი განემზადა ამ ქვეყნიდან გასასვლელად. მაგრამ მან ილოცა და თხოვა უფალს, რომ უფალო მომივლინე გასვლის წინ ყველა მოციქულიო და ჩემი შვილობილიო, იცი თქვენ ჯვარცმის დროს რაც ხო არ მოუთხრა ღვთისმშობელს, აჰა შვილი შენი და იოანე ნათლისმცემელს, იოანე ღვთისმეტყველს, აჰა დედა შენი. და ღვთისმშობელს უნდოდა გასვლის წინ დაელოცა სულ ყველა, ვინც ესე ძალიან უყვარდა ეს მოციქულები განსაკუთრებით და ყველა ვინც უყვარდა ღვთისმშობელს, ასევე ღვთისმშობელმა თხოვა მაცხოვრსო, აუცილებლად სიკვდილის წინო მოვიდნენ ჩემთანო იოანე ნათლისმცემელიო და უამრავი სხვა წმინდანი და ამ დროს გარდაცვლილი იყო ანდრია პირველწოდებული, სვიმონკარი და 12-დან კიდევ 3 და ღვთისმშობელმა თხოვა, რომ ესენიც მომივლინენ გარდაცვლილებიო, რომ მათაც ვიამბორო და ისინიც დავლოცო და მოხდა ის ზუსტად ესეთი სასწაული, ძმანო და დანო, რომ უფალმა აუსრულა დედას ეს თხოვნა. უფალმა მოგცა ჩვენ ცნება პატივეც მამასა შენსა, დედასა შენსა და შენი კეთილდღეობა დამოკიდებულია, ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია მშობლების პატივისცემაზე, ძმანო და დანო. და ვინც ეს ცნება გაცა, აი თვითონ როგორ აღასრულა ყველაფერი, რაც ღვთისმშობელმა, რაც დედამ თხოვა, ყველაფერი აღასრულა, ძმანო და დანო. და მოხდა ესეთი სასწაული. ამ დროს აღსდგა, აღადგინა უფალმა აი ეს გარდაცვლილი მოციქულები, ხოლო დანარჩენები, ვინც იყვნენ წასული, მაგალითად პეტრე რომში იყო, პავლე სხვა ქალაქში იყო, პავლე მოციქული და სხვა 12-დან წამსაშინაო, ესე წერია, წამსაშინე, სადაც იყვნენ სულიწმინდის ძალით გაჩნდნენ სიონთან, ღვთისმშობელთან ყველა მოციქული. თვითონ უყვირდათ მოციქულებს, რა თქმა უნდა, ეს სასწაული ახლა ჩვენს გვაკვირვებს, ჩვენც რაღაცაირად ისე ვართ, რომ როგორ, რანაირად მოხდა, რაღაცაირად შეძრული ვართ, როგორ, მაგრამ ნუ შეწუნდებით, ეს ურწმუნოების გამო კი არ ხდება, ეს იმის გამო ხდება, რომ დიდი უზარმაზარი სასწაული აღესრულა და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი ეს და ჩვენ გვიკვირს, წამს, თორემ გვიკვირს, ოღონდ წამს. აი ასევე მოციქულებიც გაკვირდნენო, როდესაც გაიგეს ერთმანეთი, გამოიკითხეთ
რომ აი ესეთი სასწაული მოხდა და მოციქულებზე წერია რომ გაკვირვებულნი მოციქულებიო გაოცებულნი ადიდებდნენ ღმერთს რომ ეს რა სასწაული მოხდა. წარმოიდგინეთ რა მოხდა ეხლა რა სასწაულის. ესეც კი კმარა იმისთვის რომ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ყოფილიყო სიაღმატებული ყველა დღესასწაულზე და სასწაულების მხრივ ყველაზე მაღალი დღესასწაული ძმანო და დანო. მაგრამ ჯერ სათხა ამის გარდა უფალმა მოუვლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ა ブラ ამ მოუვლინა ძველი მამამთავარი იოანე ნათლისმცემელი და ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილი. მთავარანგელოზი გაბრიელი, მთავარანგელოზი მიქაელი მოვიდა და ყველას ამ სასწაულ კრებულს უთხრეს რომ განემზადეთ მოდის უფალი. ესე იგი უფალი ცხილულად უნდა მოსულიყო ამ გასulis წინ ძმანო და დანო და ამ დროს შეიძრა მიწა დიდი ქუხილის ხმა იყო, დიდი საშინელი ხმა და განათდა მთელი იერუსალიმი და ჩამოვიდა მაცხოვარი ზეციდან მომავალი მოვიდა და დადგა თავის დედის წინაშე და დედამ თხოვა შვილო ჩემო ძეო ჩემო და მსნელო სოფლისაო მაკურთხეო და უფალმა მარჯვენა ხელი დალოცა ღვთისმშობელი ემთხვია მაცხოვრის ხელს და თხოვა ღვთისმშობელმა ესეთი თხოვნა რომელიც ასევე აუსულა რომ მეშინისო წარმოიდგინეთ ღვთისმშობელი ამბობს მეშინისო საზვერებში არ ვნახო ის საშინელებაო ესე იგი ეშმაკები რომელიც საზვერებში ჩაბუდებული არიან და ელოდებიან ცოდვილის სულს რომ ჩაჭრა და ჩააგდო ჯოჯოხეთში ერთადერთი გზა რომ საზვერები ადამიანმა გაიაროს ეს არის ჭეშმარიტი აღსარების თქმა არაფრის დამალვა და როდესაც მღვდელი შენდობის ლოცვას წაიკითხავს მაშინ ეს ცოდვა უკვე განულებული ეს ცოდვა უარყოფილი ეს ცოდვა აღარ არსებობს და ეშმაკს ძალა აღარ აქვს საზვერეში ადამიანი ამა თუ იმ ცოდვაში ჩაჭრას და წაიყვანოს ჯოჯოხეთში და ზიარება რა თქმა უნდა აღსარება და ზიარება და უფალმა უთხრა რომ დედაო არის შესმენილია შენი ლოცვა და ისე გახვალ რომ არაფერს ამ საშინელ ეშმაკებს და მას შენ არ იხილავ პირდაპირ ღვთის სასუფეველში წამოხვალ ჩემთანო და კიდევ ერთი საინტერესო რამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ნახეთ რა თხოვა მე წავიკითხავ და როგორ უპასუხა მაცხოვარმა სულ ბოლოს გასვლის წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ითხოვს მაცხოვრისგან შეიწყალე დაბადებულნი შენნი და ქნულნი ხელთა შენთან ჰოი შემაძრწუნებელო ჯოჯოხეთისაო და ცოდვილთა ცოდვანი შეუნდე და ნუ მისცემ ჯოჯოხეთს არამედ ღირსყვენ ნათელსა შენსა რამე თუ მათი სახსნისათვის მოხვეთ ქვეყანა ესე იგი ნახეთ ღვთისმშობელს იმდენად უყვარდა აბსოლუტურად სულ ყველა ის მე გითხარით თქვენ ადრე ყველაზე იმ ესე იგი ღვთისმშობელი იყო ებრეელი ყველა მოციქული იყო ებრეელი მე ამით რას ვამბობ ხალხს უსვამ რომ აი ეს ნაწილი იმ ებრეელებს ვინც არ მიიღო ქრისტიანობა და ვინ ჯვარს აცვა მაცხოვარი და რაღაც საშინელი ცხოველურ დონემდე მივიდნენ აი ის ხალხიც კი უყვარდა ღვთისმშობელს და ერთი წამითაც კი არ დასცდენია რამე წევლა ან რაღაცა ესეთი ცუდი მათ მიმართ წარმოიდგინეთ როგორი იყო ღვთისმშობელი არა სხვა წარმართები და ესე იგი აი ესეთი საშინელი ხალხიც უძლიერესად უყვარდა ღვთისმშობელს და ყველასათვის თხოვა და ნახეთ რა უპასუხა ესე იგი აღასრულა მაცხოვარმა მისი თხოვნა მაგრამ აი როგორ ესე იგი რა დედაო რომელთა გადიდონ შენ ვადიდნო ისინი უკუნისა რომელი ითხოვე მიმიმადლები ეს თხოვისა შენისა და ადნიერება იგაფურს და ყოვლისა ნებისა მყოფელი ვარ შენი და მორჩილი ვითაცა დედისა სასუფეველს ესე იგი აქ მაცხოვარმა უბრალოდ ის აღნიშნა რომ ვინც გადიდებს შენ ანუ ვინც მიიღებს ქრისტიანობას ისე როგორ ადიდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მე ყველაფერი შეუსრულო ესე იგი ვარცხოვნობის ვინც გადიდებს და იქნებ ასე რომ ძმანო და სადღაა ჯოჯოხეთი ზოგი იძახის ჯოჯოხეთი რატომ დაარსა უფალმა ჯოჯოხეთი არსებობს მაგრამ აჰა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თქვა ნურავის დაუშვებ იქაო და უფალმა უთხრა არავის დაუშვებ ოღონ პირობა ესეთია რომ აღგიარო შენ და მორჩა აღარავინ აღარ იქნება ვინც სინანულით იცხოვრებს მანო და დანო ჯოჯოხეთში და ნახეთ კადნიერება გაკუს ანუ მიმადლა ღვთისმშობელს რაც სამთხოვენ შენი სახელით მორწმუნები ყველაფერს აღასრულებ მანო და დანო ამიტომ არის ალბათ გაგიგიათ მუსულმანები თხოვენ ღვთისმშობელს და აი ეს კურთხევა რაც მე ხა წავიკითხე მათზე სრულდება იმიტომ რომ თუ თხოვე აღსრულებს ხოლმე უფალი და ძალიან ხშირად იცი თქვენ ალბათ ვინც განსაკუთრებით პალესტინაში ყოფილა ის წმინდა ადგილები მოვლია იქ მუსულმანები აღიარებენ რომ ღვთისმშობელს რომ თხოვთო ჩვენ გვისრულდება ყველაფერი ნუ ის მუსულმანები ის ნაწილი ვინც თხოვს ღვთისმშობელს ახლა ყველა მუსულმანი არ თხოვს ღვთისმშობელს და ძმანო და დანო აი ესეთი ამ სიტყვების სასწაულის სიტყვების შემდგომ უფალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაწვა განემზადა გასასვლელად და როგორც კი დახუჭა თვალები აი გავიდა ისი სული და თქვენ ნახავთ მე ხატზე რომ მივახლოვდებით ღვთისმაცხოვარს უჭირავს პატარა ბავშვი ხელში ეს სიმბოლურად არის ღვთისმშობლის სული რომ აიყვანა თვითონ საზვერების გარეშე გავლის გარეშე ესე იგი პირდაპირ აიყვანა სული და მიიბარა თავის დედის სული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანო და დანო მაცხოვარი აი ესეთი სასწაული დღესასწაული იყო ძმანო და დანო განაცდა ყველაფერი მთელი არემარე და რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არ დარჩენილა იმ იუდეველებს იმ ხალხს იმ ნაწილს რომლებმაც არ მიიღეს ქრისტიანობა და შურით აღივსენ შეიკრიბნენ სულებით, წათებით, ხმლებით და გადაწყვიტეს რომ მისულიყვნენ და დაერბია და მოეკლათ სუყველა და დაეწყოთ ღვთისმშობლის წმინდა სხეული, მაგრამ რა თქმა უნდა უფალი ამას არ დაუშვებდა, მოხდას დიდი სასწაული აგრეთვე რომ ეს წამოსული ჯგუფი დაბრმავდა და გარდა ამისა სხეულის ბევრი ორგანოები ძალიან ძლიერად ატკივდა და წკივილისაგან ღრიალებდნენ გვიშველეთო და უფალმა შეიწყალა და ყველა განკურნა მოციქულებმა მიმართეს მათ აღიარებთ ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთადო მიმართა მათ აღიარეს და სულ ყველა ისინი მოინათლა მაგრამ შემდგომ პროცესია როდესაც დაიძრა რომ ღვთისმშობელი აქტამაში დაესვენებინა დასამკლავების მომენტში იქ კიდევ რაღაც ცალკე ნაწილი გამოჩნდა იუდეველების ბოროტი ნაწილი რომლებმაც განიზრახეს ასევე იგივე ცუდი და აი მაგრამ ვერ აგნებდნენ ისლი ჩამოწვა და ეს ამ პროცესიას ფარავდა გალობის ხმა ესმოდა მაგრამ არ იცოდნენ სად მისულიყვნენ და იოფანე იყო ესეთი ბოროტი იუდეველი რომელიც რაღაცნაირად შეძვრა გაარღვიეს და მოკიდა ღვთისმშობლის დასასვენებელს ადგილი რომ ჩამოეყო ღვთისმშობელი და უხილავად ანგელოზმა ხელები მტევნებში გადაუჭრა და მაშინ თვითონ ატირდა და თხოვა პატიება და იუდეველებმა თქვეს ჩვენ ვიწამებთ ქრისტეს თუ იოფანეს ისე გაუთელდება ხელი რომ ადგილიც კი არ ექნება ესე იგი ისეთი ნაიარები და მაშინ ეს სასწაულიც აღასრულა მერთმა და აი ეს ნაწილი იუდეველების იმ ნაწილმაც მიიღო ქრისტე და მოინათლეს მანო და დანო ესეთი უდიდესი სასწაული ხდებოდა დიდი დღესასწაული და აი ესე დიდ პატივით ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიურიც კი იმ ქვეყნიური წმინდანებიც უპირველეს ყოვლისა თავი და ჩვენი დიდი დიდებული მაცხოვარი იესო ქრისტე მიუძღოდა ამ პროცესიას ხილულად ეს ყველაფერი ძმანო და დანო და აკლდამაში დაასვენეს ღვთისმშობელი და ერთი კიდევ თავარი როდესაც სული გავიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძმანო და დანო აი ამ მიძინების დღეს მოხდა სრული განკურნება ვინც კი იქ იყო და ვინც ესწრებოდა ამ პროცესიას ვინც იყო ბრმა კოჭლი 1000 ავადმყოფობით სავსე სულ ყველა უნებელი გახდა სულ ყველა განიკურნა ძმანო და დანო ესეთი უდიდესი სასწაული მოხდა ამიტომ ყოველთვის ღვთისმშობელს უნდა ვთხოვოთ ჯანმრთელობა და 1000 სხვა რაც გვაქვს ჩვენ პრობლემა უნდა ვთხოვოთ და განსაკუთრებით ამ დღეს ძმანო და დანო აი ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვთხოვოთ მოხდა უდიდესი სასწაული და ჩვენ როდესაც
ტიროდნენ გასვლის წინ მოციქულები, ღვთისმშობელმა ესეთი რამ დაიბარა. ნუსტირთ აწო, ნუსტირთ, რადგან უკვე მაქვს მე უფლისგან კადნიერება და რო გავა ამ ქვეყნიდან ვიქნები თქვენი და ყველას ვინც მე შემოვადებს, ყველას განსაკუთრებული ფარველიო ზმანო და დანო. და როცა დაასვენეს აკლდამაში და დაკეტეს აკლდამა, ეს გადმოცემით იყო პარასკევის დღე და აი როგორც მაცხოვარი აწამეს პარასკევის დღეს, ეს იყო პარასკევის დღე და არ ესწრებოდა ამ პროცესიას როგორც მაცხოვრის აღდგომის დროს თომა მოციქული განგებითა ღვთისაითა და როდესაც თომა ზუსტად კვირა დღეს მოვიდა და მას მოუყვეს ეს ყველაფერი, ისევ ატირდა თომა და თქვა ეს რა უბედურებაო ჩემ თავს რა არისო, ესო ვერ მოვესალიო მის დალოცვასო, ყველა დაგლოცათო, მე არ დამლოცაო და ატირდა თომა და ბრძანა რომ მანახეთ აკლდამა გახსენით რომ ნახო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამჯერავს როგორც მაშინ რომ მიიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამდენმა ხალხმა უთხრა და გაახსენეს და მართლა აღარ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის სხეული იქ. ხო და თომამ თქვა აი რა ხდებაო და ამ დროს ზუსტად მოხდა გამოცხადება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის და მოხდა ესე იგი რა მოხდა რომ როგორც მაცხოვარი აღსდგა სხეულით, ეს სული სხეულით, აი ესევე აღსდგა, აღადგინა დედა მაცხოვარმა და მისი წმინდა სხეული უფალმა არ დაუშვა რომ მიწას გახსნილიყო და მიწაში ყოფილიყო და აი მოხდა და ღვთისმშობელმა დალოცა თომაც ისევ ყველანი და ყველას ღვთისმშობელი არის ყველასი, არა მარტო იმ პროცესიაში ყოფილის დროს წმინდანების ფარველი, ყველას ფარველი და აი ჩვენ უთხოვარია სიტყვა ღვთისა, უფალმა უთხრა გაქვს კადნიერება, ვინც მოგმართავს შენს ყველა თხოვნას აღუსრულებ მეო. ამიტომ ძმანო და დანო, აი როგორ უნდა თქვას ადამიანმა რომ რაღაცა როგორ უნდა დაიწუწუნოს, როგორ როცა აი ამ სიტყვების შემდეგ თუ აქამდე ვინმე მარიცოდა, რა თქმა უნდა ქრისტიანებმა იციანეს ან ახალმოსულია ვინმე, აჰა ბედნიერებას გახარებთ ძმანო და დანო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია ჩვენი ყველას ფარველი და ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს. ყველას უნდა კონდეს ხატი ღვთისმშობლის, კარგი ხატი, ძვირფასი ხატი შეიძინეთ ისეთი კარგი, რომელიც მოგეწონებათ, ერთი კი არა შეიძლება რამოდენიმეც, მაგრამ ერთი მაინც და სულ ამ ხატს როცა დაწულის წინ უნდა აკოცოთ, ამ ხატით უნდა დალოცოთ ოჯახი, ასევე ადგომის დროს როცა განემზადებით და მიხვალთ ხატებთან აკოცოთ ასევე ღვთისმშობლის ხატს, დაუჯდომლები და პარაკლისები უნდა იკითხოთ, პროფლები უნდა იკითხოთ, პირადად უნდა მიმართოთ ხატის წინ ღვთისმშობელს თქვენი თხოვნები და პირადი ლოცვაც აღასრულოთ და ღვთისმშობელი იქნება მუდამ თქვენი ფარველი, მუდამ იქნება ჩვენი ფარველი ძმანო და დანო. რამოდენიმე ამონაწერი ძველი აღთქმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინასწარ მეტყველების იოანე ოქროპირის სიტყვიდან ოსე წინასწარ მეტყველმა თქვა ვიხილე მეყრმა წიახთა ქალწულისა. ესე იგი ოსე წინასწარ მეტყველა რომ ნახა რომ ქალწულის მუცელში იყო ბავშვი ყრმა. ანუ მან წინასწარ მეტყველა თავიდან რომ ეს იქნებოდა ქალწული, ესე იგი მამისა გარეშე, კაცის მამის გარეშე იშვებოდა მესია ძმანო და დანო, ჩაისახებოდა და იშვებოდა. ეზეკიელ წინასწარ მეტყველმა თქვა იხილა დახშული ბჭე, რომელი არავინ განვლო, განაღმერთვა და დახშული გიეს ბჭე იგი. ეს წინასწარ მეტყველება არის რომ ქალწული ჩაისახა და იყო ქალწული და რო დაიბადა ასევე კლდე იყო თელი და ანუ ქალწულის საშო. ისე გამოვიდა მაცხოვარი ღვთისმშობლის საშოდან ძმანო და დანო, რომ ქალწულადვე დარჩა ღვთისმშობელი. ამას აღიარებს ეკლესია ძმანო და დანო, ეს არის უბრალოდ უდიდესი სასწაული გონებისთვის მიუწვდომელი და მე გამიგი ესეთი რამე, რომ ზოგიერთი ანტიქრისტიანული განწყობით ადამიანი, ანტიქრისტიანულად განწყობილი ადამიანი, განსაკუთრებული თქვათ ისინი, ვინც უამრავი მორწმუნე ებრაელი, უამრავი, მაგრამ რაღაცა ნაწილი
ებრაელობის რომელიც ნაწილი რომელმაც არ მიიღო ქრისტე ზოგიერთ ქრისტიანს აღიზიანებს და ეუბნება ძმანო და დანო რომ აბა რას ლაპარაკობ როგორ შეიძლება რომ ქალწული ეშვაო ესე იგი ყრმაო და დარჩენილიყო ქალწულად აი მაგათი წიგნი სადაც ძველახტმაში წერია ზუსტად ეს წინასწარმეტყველება ძმანო ეს არის ზუსტად წიგნი რომელსაც თვითონ აღიარებენ გარდა ამისა ამ კითხვაზე იოანე ოქროპირი ამბობს ან ვინმე ათეისტმა თუ გითხრათ ესეთი რამ იოანე ოქროპირი ამბობს მიმართეთ მათ და უთხრათ მაშინ როგორ შვა სარამ გადაბერებულმა სარამ ისააკი რომლიდანაც წარმოდგა შემდეგ ესენი და ეს ხო იგივე სასწაულია ძმანო და უდიდესი სასწაულია აი ესე შეგიძლიათ უპასუხოთ დანიელ წინასწარმეტყველმა თქვა თისაგან მოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოუკვეთელი ესე იგი არის თვინიერ მამაკაცისაგან შობა იგი ხოლო ისაია წინასწარმეტყველმა აღა ესე რა ქალწული მიუდგეს და შვესზე და უწოდიან სახელი მისი ემანუილი რომელ არის ჩვენთანა მერტი და ასე შემდეგ ძმანო და დანო ეხლა რომ არ გაგვიგზელდეს სიტყვა ეს ამონაწერები ძველი აღთქმიდან და ღვთისმშობლის მიძინება ეს არის სასწაული დღესასწაული აქ გაიხსენეს შობა აქ გაიხსენეს ხარება უპირველესად მერე შობა აქ აღდგომის დღესასწაულიც ერთვის იმიტომ რომ აღმდგარი ქრისტე ხილულად მოდის დედასთან ძმანო და დანო ეს უდიდესი სასწაული ამ დღესასწაულს არ შეიძლება არც ერთი დღესასწაული ძმანო და დანო არც ერთი სასწაულების მხრივ იმდენი რამ მოხდა იმდენი სასწაული და მე კიდევ ბევრი გამომჩა ძმანო და დანო და ბოლოს ფიქრობდი როცა ღვთისმშობლის აი დღევანდელ გადაგებას ამზადებდი აქ მოსამზადებელიც არაფერი იყო ეს დღესასწაული უნდა მომეყოლა ეს დიდებული დღესასწაული და აი ჩემი ფიქრებით რაღაც ესე ფიქრობდი რომ აი ეხლა ზაფხულში თიანეთში ვარ და ძინავს აივანზე შიგნით ვერ ვიძინებ ზაფხულში აივანზე და როცა თენდება რაღაც არაჩვეულებრივი სანახაობაა და მაგრამ უცებ მომივიდა ესეთი რამ რომ ლამაზია მაგრამ ალბათ უმჯობესია ალბათ კი არა უმჯობესია მე ვფიქრობ რომ ზე არ იყოს ვიდრე არ იყოს ღვთისმშობელი და მართლაც მანო და ესე იგი ზე რო არ იყოს ეს რა არის ხო რამხელა ტრაგედია ეს რა უბედურება მაგრამ ეს არაფერი არა აი ღვთისმშობელი რო არ ყოფილიყო ეს იქნებოდა დიდი უბედურება მანო და ჯობია ზე არ იყოს ვიდრე ღვთისმშობელი არ იყოს მანო და დანო და ვინმე თუ თქვა რომ რას ამბობ აბა ზოგიერთი ღვთისმშობელი საერთოდ არ წამსვობს და ასე შემდეგ და ცხოვრობს და არის და ასე შემდეგ იტყვის ალბათ ძმანო და დანო ვინმე მაგრამ მასე ბრმები ვერ ხედავენ მზეს ხო მაგრამ რა მშვენიერია მზე და რა მდიდრები ვართ რომ მზეს ხედავ და ასე შემდეგ ძმანო და დანო ასე რომ ის ვინც ღვთისმშობელს უარყოფს და ამბობს მე რა მოხდა თუ გინდა არც ყოფილიყო ღვთისმშობელი ის გავს ძმანო და დანო ბრმას რომელიც ვერ ხედავს უბრალოდ მზეს და არ იცის მისი მადლი ძმანო და დანო და ჩვენ ვიცით ბრმა რა საწოდაობაა სიბრმავი მაგრამ სიბრმავი არაფერი იმასთან შედარებით ვისაც ღვთისმშობელი არ წამს და არ აღიარებს მას ძმანო და დანო და ბოლოს ჩემი ბავშვები რაღაც თამაშობდნენ კი არა კითხულობდნენ წიგნს და ყური მოვკარი ამას წინათ ათვალიერებდნენ რაღაც წიგნებს ათვალიერებდნენ იმ წიგნში ეწერა იმ წიგნებში ეწერა ეთყობა რომ აი ავსტრალიის ასე ვთქვათ სიმბოლო არის კენგურუო და ბავშვები იცინოდნენ რაღაცებს ამბობდნენ მერე სამხრეთ აფრიკის სიმბოლო არის რომ ვთქვათ ესე იგი ასე სავიზიტო ბარათი მარგალიტები ბრილიანტები იცით რომ ყველაზე ძვირფასი ქვები არის სამხრეთ აფრიკაში ქალაქი პარიზი ქალაქის სიმბოლო არის ეიფელის კოშკი და ასე შემდეგ და მეც განვავითარებ ფიქრობდი აი მაგალითად მექსიკის სიმბოლო ალბათ კი არა აგავა ეს მცენარე რომელიც მექსიკაშია არაჩვეულებრივი დიდი ძვირფასი მცენარეა
მე ვფიქრობდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლო ალბათ თავისუფლების ძეგლია. არ ვიცი ამერიკაში არის თუ არა თავისუფლება, მაგრამ ეგეც კაი, ძეგლი მაინც დგას და კუბის სიმბოლო ფიქრობდი ალბათ ფიდელ კასტრო 50 წელია, რა თქმა უნდა კუბა ულამაზესია. იქ არაჩვეულებრივი ბევრი რამე ესეთ საკურორტო ზონაა, მაგრამ აი რომ დაფიქრდე, მართლაც ფიდელ კასტრო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში სიმბოლო ამ ქვეყნის და ვიფიქრე და არაჩვეულებრივი ხალხია კუბაში. მე ამით შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იაპონია ამომავალი მზის ქვეყანა, დროშაც იცი თქვენ, მზია ხატია და მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველა ქვეყნები გავიაზრე, გავიდა, სულ ესეთ სიმბოლოებია, რაღაც რკინის ჯართი, კენგურო, ასე შემდეგ. და მე ვიფიქრე, რა ბედნიერება ვფიქრობ, ჩვენი საქართველოს სიმბოლო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. სად კენგურო, სად ეიფელის ყურს, სად ძეგლი და სად ღვთისმშობელი ძმანო და დანო. ასე რომ ჩვენ ვართ უბედნიერესი ხალხი ძმანო და დანო. აი მე რაც ახ მოვხები მიძინების დღესასწაული, ეს ყველაფერი დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან თქვენ იცით რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია ჩვენი საქართველო. ჩვენ ვართ ბედნიერი, უსწორმოდ ბედნიერი ხალხი, რომ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში ძმანო და დანო და აი გაგვით ამას ვიტყვი და დავასრულებ ამ დღესასწაულზე, მაგრამ მოვაბამ უბრალოდ რომ რა ცუდია რომ საქართველოდან ძალიან ბევრი მიდის საზღვარგარეთ ძმანო და დანო. აი ამ დიდებული ქვეყნიდან. კი ვიღაცა იტყვის, აბა რა ვქნა ხა იქ პურს ჭამ, აქ მაჭამი, აბა პური და ასეთ ლაპარაკი არ გვინდა ესეთი ლაპარაკი, გავიაზრო. თუ გავიაზრებთ ამას, ბედნიერები ვიქნები და აქ პატარა ლუკმითაც ვიცხოვრებ ძმანო და დანო. მაგრამ რა თქმა უნდა მე არავის განვიკითხავ, ზოგი მიდის საზღვარგარეთ ძალიან უჭირს, ზოგს რა აქვს, ზოგს რა პრობლემა აქვს. წავიდეს ერთი რამე მაინც გავაკეთო. ძმანო და დანო, ეს უკვე ჩვენი მრევლის პრობლემაც არის და იმიტომ კადნიერდეთ, რომ არ დაივიწყოთ საქართველოს. შვილები აღზარდეთ, რომ ქართული იცოდნენ ძმანო და დანო. ესე როგორ შეიძლება უკვე თაობა წამოვიდა იქ გაზრდილი ბავშვები, რომლებიც არ იციან ქართული. და არ იციან აი ეს ყველაფერი რაც მე ვთქვი, არ იციან ეს. ამიტომ ისე წადით საზღვარგარეთ, რომ მიზანი იყოს ერთი, აუცილებლად ჩამოსვლა საქართველოში. აი აუცილებლად ესე დაისახე და აუცილებლად შვილების გაზრდა ქართულად, მართლმადიდებლურად ძმანო და დანო. გვარავდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლით მოწეულს.